სახელი მამისა და ძისა და წმინდისა სულისათა ამინ. მანდადან დღეს არის იოანე ნათლისმცემელის წინამორბედის წინასწარმეტყველის თავისკვეთის დღე. ეს დღე არის ძიმე მართვა ყოველთვის და არის საოცარი დღე, საოცარი დღესასწაული შეიძლება ასე ვთქვათ. ერთის მხრივ არის თითქოს და რაღაცნაირი ტრაგედია, რადგან ის ვინც ყველაზე კეთილშობილი ადამიანი იყო, როგორც თვით სახარებაში ვკითხულობ, მაცხოვარმა იოანე ნათლისმცემელი აღიარა დედის მუცლიდან შობილთაგან ყველაზე დიდი, ყველაზე კეთილშობილ ადამიანად ღვთისმშობლის, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის გარდა აი ეს ადამიანი აწამეს, საპრობილეს ჩააგდეს და შემდგომ თავი მოკვეთეს. მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის დიდი სულიერი ზეიმი ბოროტებაზე, სულიერი გამარჯვების ზეიმი. ესე იგი, იოანე ნათლისმცემელი იყო ყველაზე კეთილშობილი კაცი და ვინც ის აწამა თავი მოკვეთა, იროდი იყო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი კაცი. ნათლისმცემელი მაცხოვარმა დაასახელა პირველ კაცად. თქვენ იცით, რომ ადამიანს ესეთი მისწრაფება, პირველობისაკენ მისწრაფება. ყოველ ადამიანს რაღაც ესეთი თვისება აქვს, რომ უნდა რომ გახდეს გამოჩენილი, შევიდეს ისტორიაში და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არ არის ქრისტიანული, ეს არ არის სულიერი, ეს არის წარმართული, ეს არის არასწორი აზრი ადამიანის, არასწორი მისწრაფება, მაგრამ არის ეს მისწრაფება, არის ეს. ამიტომ იცოდა რა მაცხოვარმა ყველაზე მეტად რომ ადამიანს ჰქონდა ესეთი მისწრაფება თქვა, ვისაც უნდა პირველობა, იყავ ვინც უნდა რომ იყოს პირველი, ეს ადამიანი იყოს ყველას მსახური და მაშინ იქნება ჩემ თვალში პირველი. მე მას დავასახელებ პირველ კაცად. და აი მართლაც მანო და დანო ზოგჯერ არის ესეთი სურვილი ჩვენ ხშირად გვიტყვია, რომ რატო არის გამოჩენილი ადამიანის ხელი, მე რატო არა ვარ, როგორ მინდა მეც ვიყო, შენს ხელთა ეს და გამოჩენილი არის ადამიანი, ვინმე შეიძლება, მაგრამ რით არის გამოჩენილი? თავარია ღმერთმა დაგასახელოს. საინტერესოა, ვინ არის მე-20 საუკუნეში პირველი ადამიანი ღვთის წინაშე, ან 21 საუკუნეში, აი ან თქვათ ამ წელს ვინ იქნება პირველი ადამიანი, როგორ ღვთის წინაშე? ეს შეიძლება იყოს უცნობი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს ნაცნობი ღვთის წინაშე, მაგრამ ვინ არის? იქნება ის, ყველა ადამიანს შეუძლიეს, იქნება ის, ვინც იქნება ნამდვილი მსახურის ხვების. რას ნიშნავს მსახურის ხვების? ესე იგი, რაც უფრო დადგუნავ ეგოიზმს და ემსახურების სხვა სიყვარულით, მით იქნები პირველი კაცი ძმანო და დანო. იოანე ნათლისმცემელი გაიზარდა ანგელოზებთან. თითქმის ანგელოზების დიდენ მას. უდაბნოში გაიზარდა, მთებში გაიზარდა იოანე ნათლისმცემელი. მას არაფერი არ ჰქონდა, არც სახლი, არც კარი, არაფერი აბსოლუტურად. ებადა აკლემის სამოსი, ეგ იყო მისი მთელი ქონება. ესე იგი, უპოვარი ადამიანი, უპოვარი, არაფრის მქონე და რა თქმა უნდა არც მიისწრაფოდა ვერცხლის მოყარეობისაკენ, სიმდიდრისკენ. და აი ძმანო და დანო, ეს არის ჩვენი პირველი მაგალითი, ჩვენი პირველი მასწავლებელი უპოვარობისა. ჩვენ ხშირად ამ ცნებას, რომელიც სახარებაში ესე ხშირად არის გამოთქმული ახალი აღთქმის ცნება უპოვარების შესახებ, ხშირად უგულებელს ყოფთ. არადა ეს არის ნამდვილი სიმღერა. თუ ადამიანის ცხოვრება არ წარიმართა უპოვარებისაკენ და წარიმართა პირიქით სიმდიდრის მოყარებისაკენ, ვერცხლის მოყარებისაკენ, ესე თუ აღუდგით შვილებს,
მივიღებ საშინელ შედეგს ძმანო და იმიტომ რომ წმინდა მამები ამბობენ სიმდიდრე ეს არის საშინელი 1000 თავიანი ურჩხული და ჩვენ გვინდა სულიერად ესია ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ 1000 თავიან ურჩხულთან და მე შედეგები სავალალო ძმა დას აღარ ცნობს რაღაცა გაყოფისთვის და გამოყოფისთვის შეიძლება ერთმანეთი მოკლან ყველა ცუდ ვარიანტში ერთმანეთს არ ელაპარაკონ ეს როგორ შეიძლება ძმანო და ეს არის შედეგი ზუსტად იმისა რომ ჩვენ ამ ცნებას უგულებელ ვართ ჩვენ ხშირად ამბობენ ჩვენ სიმდიდრე იმიტომ გვიდა რომ რაღაცნაირად ამ ქვეყნად დაცული ვიყოთ და ასე შემდეგ აბა ეს როგორ შეიძლება ეს სიმდიდრე დააკვირდი ძმანო და მაცხოვრის სიტყვებს როგორც ფრინველები ისე იყავით ისინი არც տեսავენ არაფერს არ ფიქრობენ არაფერზე და мама ზეცათასა მათ აჭმევთ ესე იგი ჩვენ თავისუფალი უნდა ვიყოთ ძმანო და განა იმის რომ პროფესია რაც გვაქვს იქ არ ვიმუშავ თავისუფალი უნდა ვიყოთ ზედმეტი ზრუნისგან აი ამ მისწრაფებებისკენ სიმდიდრის მისწრაფებისკენ და თუ დააკვირდები აი ძალიან დიდარი ხალხი ვინც არის მათ აქვთ ძალიან დიდი გალავნები 6 მეტრიანი გალავნები აი ეს არის მაგათი შემოღობილი ადგილი მაგათი მეტი არაფერი ღარიბ კაცს არაფრის მქონეს კაცს ვისაც ქრისტეს წამს ვინც ის არის ნამდვილი თავისუფალი მას ფარგლები არ აქვს მისია ყველაფერი ძმანო და მზე თვარე ვარსკვლავები მთები ველები ყველაფერი შენი აი დიდი სიმდიდრე ისეთი რამეა რომ რაღაც ჩარჩოებში გაქცევს აღარაფერი აღარ არის შენ თავისუფალი უბრალო კაცისთვის ყველაფერია ის ძმანო და აი მე ცოტა გადახვევას გავაკეთებ ალბათ ბევრისთვის მითქვია ეს ისტორია მაგრამ მინდა აი გითხრათ ის რომ ის სიყვარული ის საოცარი თავგადასავალი ის საოცარი ცხოვრება რაც აქვს უბრალო ხალხს დიდას არ ეკნება არასოდეს ძმანო და დიდების ცხოვრება თითქმის უინტერესო აი ეს პატარა ისტორია შეიძლება მე ხშირად მითქვია და მინდა დღეს კიდე გავემეორო ერთხელ წამიყვანეს საზიარებლად მოხუცი კაცის უკვე 90-მდე იყო 85 თუ 6 და ცუდად იყო მე ნუ რა თქმა უნდა ახსარება მივიღე ვაზიარე მაგრამ პარალელურად მან მომიყვა ცხოვრება თავის საოცარი ცხოვრება აი მოკლედ გეტყვი დაახლოებით 30-იან წლებში 35-36 წელი ახსენა მე ვიყავი 12 თუ 14 წლისო და შავი ნახშირითო სკოლის კედლებზე რამოდენიმე ადგილას გარედანაც შიგნითაც დავაწერეო გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს და მე ერთ-ერთ წარწერას კიდევ ესეც რო ვაკეთებდიო ერთმა კაცმა დამინახავ ეთქვა სკოლაში მომუშაკე და როგორც ეთქობა დამასმინა და სახში რო ვიყავი საღამოს მოვიდა სახში არა სახშიც არ მიმიყვანესო დამაპატიმრესო და წამიყვანეს ისე მშობლებიც არ მანახესო და ამის უფლება არ ქონდათო მაგრამ აი ეს წამიყვანესო და ესეთ ბავშვებს თურმე ციმბირში რაღაც ქალაქი პატარა ქალაქი და ის ესეთ ბავშვებს იქ ზრდიდნენ სპეციალურად სამხედრო სასწავლებელი იყო და ეთქვა უკვე კომუნისტური იდეით ზრდიდნენ და აი იქ წამიყვანეს ისე რომ წარმოიდგინეთ მშობლებს არც უნახიათ ეს ბავშვი ისე წაიყვანეს და როგორ დამწუხდნენ თურმე მშობლები მიყვებოდა ეს კაცი და ამ კაცმა იმდენად დიდი სიმპათია მოიპოვა ამ ბავშვმა იქ რომ სკოლის დირექტორს იმდენად შეყვარებია რომ უთქვია რომ მე 2 წელი რო გავიდა თუ 3 შენო ერთი თვე გაგიშვებ სახში და მშობლებს ანახეს ეს ერთი თვე წარმოიდგინეთ რა სიხარული იქნებოდა თან რა ტრაგედია რომ ერთი თვის შემდეგ ისე უნდა წაიყვანათ ეს ბავშვი წაიყვანეს ისევ და იმის შემდეგ მე მშობლები არ მინახეო და მოყვა ნუ მთელი ისტორია ესეთ შინარს აი ძმანო და კაცი რომელსაც არავინ არ იცნობს თბილისში იმ ვიწრო მეზობლების და თქვათ ნათესავების გარდა როგორი ცხოვრებაა გავლილი ძმანო და როგორი თითქმის მოწამე ადამიანი იყო, როგორი შინაარსიანი, როგორი
სამშობლოსთვის თავდადებული პატარა ბავშვი წარმოიდგინეთ. თან უღარიბესი რომ მივედი ისეთი ერთი ოთახიანი სახლი იყო. ანუ არაფერი არ გამოირჩეოდა რაღაც უბრალო სახლი. აი წარმოიდგინეთ მანო და დანო აი ეს კაცი ავიღო და რამდენი გამოჩენილია ჩვენ ვიცით დღეს იმ ტელევიზიიდან იმ პრესით ადამიანი ერთად რო შეკრიბო ალბათ ამ კაცის ცხოვრება გადაწონის ძმა. აი ესეთი უბრალო უპოვარი კაცი და როგორი ცხოვრება აქვს აი გენიოსი აი კარგმა მწერალმა შეიძლება დიდებული რომანი დაწეროს ძმანო და დანო ამ კაცის შესახებ და ნუ შეგაშინებთ როცა ეკონომიურად არ ხარ ძლიერად არასდროს არ შეშინდეთ ეს ღვთისგან არის დაშვებული იცოდეთ ჩვენი სულის სასაგებო ღვთის ხელშია ყველაფერი ღმერთ შეუძლია თითოეული ჩვენთაგანი გაამდიდროს ძალიან დიდი სიმდიდრე მიცეს მაგრამ ხო ვიცით რომ ეს ასეა ხო ვიცით რომ ღმერთ შეუძლია მაგრამ რაშია საქმე თან განსაკუთრებით საქართველოში რაში ეს სულიერად ხდება ეს ღვთის დაშვებით ხდება ძმანო და დანო არავითარ შემთხვევაში როცა ხარ უბრალო როცა ხარ უპოვარი აი მაშინ უნდა იყო კაცი მაშინ თორე დიდარი თუ ხარ იქ მერე უკვე ყველა მოვა შენთან და ყველა კაცად გაღიარებს აი კაცად რო სიღარიბეში დარჩებ მაშინ ხარ კაცი აი იოანე ნათლისმცემელი იოანე ოქროპირი ამბობს იოანე ნათლისმცემელი იყო უღარიბესი ღმერთს პირველ კაცად აღიარებული ღმერთს ხო შეეძლო რა თქმა უნდა ის ვინც პირველ კაცად აღიარა სულ ყველაფერი მიეცა მაგრამ ღვთის განგებით ესე და ვინ იყო ყველაზე ძლიერი სულიერად რამდენი მდიდარი კაცი იყო მაშინ ამბობს იოანე ოქროპირი ვინ ამხილა იროდე ღარიბი იოანე ნათლისმცემელი იმდენად ძლიერია ძმანო და დანო ღარიბი კაცი რომ ვერც ერთმა ვერ შეძლო ამ საშინელი მტარვალის ამ საშინელი მეფის იროდის ხილება გარდა ამ უღარიბესმა იოანე ნათლისმცემელმა ძმანო და დანო აი ესეთი საოცარი რამ არის უპოვარება თუ რა თქმა უნდა არ იწუწუნებდა მადლობ ღმერთს მაშინ ხარ უძლიერესი ადამიანი ძმანო და დანო და აქ ხდება საოცარი რამ აი იგივე თემა ზოგი ამბობს აი მდიდრები ზოგიერთი ისეთი ბოროტები არიან რატომ ხდება ესე ამ ქვეყნად აი მაგალითი თავისკვეთის დღის ძმანო და დანო აი ერთ-ერთი სახე ზუსტად იმ ბოროტი მდიდარის რომელიც იროდის სახე ეს იყო უმდიდრესი კაცი იროდი ეს იყო მეფე უძლიერესი ძალაუფლების მქონე კაცი მაგრამ შეიძლება რომ თქვა და მისი ხვედრი გინდოდეს აი ესეთი ადამიანის რომელსაც ცოლად ყავდა ძმის ცოლი ძმანო და დანო ძმის ცოლი ყავდა ცოლად აბა შეიძლება ვინმე მინატროს ესეთი ხვედრი აი ესეთი საშინელი პიროვნება იყო იროდი და საინტერესოა ასევე რომ როდესაც ამ იროდიას ესე იგი იროდის მეუღლემ თავის შვილს მოთხოვა რომ წავიკითხეთ დღეს სახარები და თავის შვილს მოთხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი და მართლაც შეუსრულა რადგან ფიცით ეფუქსა იროდი რა თქმა უნდა ეს სისულელია უნდა გაეტეხა ეს ფიცი მაგრამ აი მეფე იყო და ვითომ არ იკადრა ესეც აბარტავნება და თავი მოაჭრევინა იოანე ნათლისმცემლისთვის და ეს თვითონ იროდია ვინც ეს ჩაიდინა აი როგორ გადახდა მომავალში ესეც უნდა იცოდეს ყველამ არავის არაფერი არ შერჩება ამიტომ ის ვინც წუწუნებს ძმანო და დანო რომ წუწუნებს აი რატოა ესე და რატოა ისე ის აი იროდის გვერდით დგება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწუწუნოს აი ნახეთ რომ რა დაემართა ამ დედოფალს ამ ცრუ დედოფალს თავის შვილი ცეკვავდა ყინულზე დინარზე ტბაზე რომელიღაც გაყინულ წყალზე და ჩაუთხდა დინარე ეს ყინული და ისე მოხდა რომ თავი გაეკვეხა ამ ყინულში და ყინულის ძალამ ზეწოლამ და ქვემო წყლის დინება წააცალა და აიღეს ეს თავი და მიუტანეს დედამის ვინც იოანე ნათლისმცემლის თავი მოთხოვა და დახედა დედამისმა აი ესე დასრულდა მათი ცხოვრება ხო რომ თვითონ იროდის ცხოვრება როგორ დასრულდა
იროდის შეეყარა რაღაც საშინელი სცენი და ჭიებმა და მატლებმა შეჭამეს თავიდან ბოლომდე მისი სხეული, ჯერ ცოცხლად და მერე მიცვალებულის ზმანამდე. აი ესეთი აღსასრული ჰქონდა. და ივანე ნათლისმცემელი კი დღეს განდიდებულია მთელ მსოფლიოში ზმანო და დანო. იროდი კი სახია ბოროტებს. აი ესე იქნება ყოველთვის. იმიტომ არის ბოროტსა ძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია რუსთაველმა რო თქვა. ზმანო და დანო. გავაგრძელეთ სიტყვა, მაგრამ ეს არის საოცარი დღესასწაული ერთის მხრივ. აი რა შეუძლია ბოროტებას და არაეკლესიურობას, არაღვთისმიერობას ჩაიდინოს, სადამდე მივიდა. და მეორეს მხრივ, როგორი სულიერი გამარჯვება ექნება ყველას, ვინც სულიერისას დაადგება. რაგით სუდად არ უნდა დამთავრდეს რა გაგებით. აი მოწამეობრივად რომ დამთავრდეს ეკლესიური ცხოვრება, მორწმუნის ცხოვრება, ის განიდიდება ზმანო და დანო. ასე რომ ალბათ ბევრს გაგიგიათ, ბევრი იტყვის, აი ჩემი მასალებელი ეს იყო, ჩემი მასალებელი ის იყო, ვიღაცებზე ამბობენ. ძალიან კაი, ახლა ყველა სფეროში არიან სპეციალისტები და ამაყობენ, მაგრამ ჩვენ ყველა ადამიანს აბსოლუტურად შეუძლია იამაყოს თუ ის ნამდვილად იცხოვრებს ქრისტიანად და თქვას, ჩვენი პირველი მასწავლებელი არის ივანე ნათლისმცემელი. რადგან ნათლისმცემელმა დაიწყო პირველად სინანულის ქადაგება ზმანო და დანო. და ვართ ბედნიერი და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი პირველი მასწავლებელი არის ივანე ნათლისმცემელი და ივანე ნათლისმცემელი არა მარტო ამხელდა მაშინ იროდის, ივანე ნათლისმცემელი გვამხელს ჩვენ ყოველთვის დღეს. აი წარმოიდგინეთ, როდესაც რაიმე სულს ჩაიდენ, გაიხსენე ივანე ნათლისმცემელი, ზმანო და დანო, სიკვდილის შემდეგაც კი თავი რომ მოაჭრეს, თურმე ესეთი გადმოცემა ივანე ნათლისმცემელს, ივანე ნათლისმცემლის თავი ამხელდა იროდეს, იგივე ამბობდა. მოკვეთილი თავი. ასე რომ ცოდვას რო ჩავიდეთ, რაღაც საიზღარს, ან თუ გინდა პატარას, თუ გინდა დიდს, ყოველთვის გავიხსენო, რომ ჩვენ წინ არის ივანე ნათლისმცემელი და გვამხნევებს და გვეუნება და გვამხელს, რომ შენ ამას ჩადიხარ და ეს არეგების. ასე რომ ზმანო და დანო ყოველთვის გავიხსენოთ და ვთქვათ, რომ ჩვენი პირველი მასწავლებელი არის ივანე ნათლისმცემელი. დაგლოცოთ. ჩვენთან ერთად